თავდაპირველად ორ სიტყვას ვიტყვით ემაზე, შედგა თუ არა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის აქცია. იმიტომ რომ ბევრი სოციალურ ქსელში მეგობრები ცხადია, წერენ ამგვარ რამეს, ამბობენ ამგვარ რამეს, რომ არაო, ეს აქცია არ შედგაო, ვერ შედგაო. მე კი გულახდილად გეტყვით, განსხვავებული მოსაზრება მაქვს და მიმაჩნია, რომ აქცია სწორედაც რომ შედგა. იმიტომ შედგა, რომ არსებულ ბანდა ხუნტას სინდიკატს, ხო, ივანიშვილის ხუნტას, რომელსაც მიიტაცა არჩევნები, მიიტაცა ქვეყანა, დასჭირდა ძალიან დიდი რესურსის მობილიზება იმისათვის, რომ დაახლოებით 4-5 მაქსიმუმ 6,000 დემონსტრანტის მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთა, აღეკვეთა. საინტერესოდ გამოვიდა, ხო, რიტმაშიც ჩავსვით. დაახლოებით მართლაც 4-5-6,000 დემონსტრანტი იყო და დაახლოებით ამდენივე, ახლა უნდა მეთქვა სიტყვა, წარმოვეთქვა ამგვარი პოლიციელი მეთქი, მაგრამ წუხვარ, უნდა ვთქვა მილიციელი. მილიციელი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მილიციელი განსაკუთრებულ დეპარტამენტთა საქმის წარმომადგენელი, ანუ ხარებას დაჯგუფებიდან, ასევე კრიმინალური პოლიციის თუ მილიციის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. შედგა თუ არა აქცია, მე გეტყვით რომ შედგა, იმიტომ რომ პრაქტიკულ მეორის ნახევარზე მივედი და პრაქტიკულად 2:30-დან ვიდრე 8 საათამდე თუ 9 საათამდე 5,000-6,000 მილიციელ-პოლიციელი იდგა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე არ გადასულიყვნენ. და წარმოიდგინეთ თქვენ, ეს არ იყო მთლად ორგანიზებული, საუკეთესოდ ორგანიზებული აქცია, ეს უფრო სპონტანური აქცია იყო, სპეციალისტებმა მცოდნეებმა უკვე შემდგომ პერიოდში 2 კვირის შემდეგ, 3 კვირის შემდეგ, 10 დღის შემდეგ, 1 თვის შემდეგ, რომ დაგეგმონ ვინც იცის, იმიტომ რომ მე ვერ დაგეგმავ ცხადია, ხო, რომ დაგეგმონ და მეტნაკლებად ზუსტად მონიშნონ წერტილები და თქვან რომ აქ იქნა უნდა იყოს პირობითად 300 კაცი, ხოლო იქ უნდა იყოს 700 და ამ დროს სხვა მეორე 700-მა უნდა გააკეთოს ეს და კიდე 500-მა რაღაცა უნდა გააკეთოს, ეს 5,000, 6,000, 7,000 კაცი არის სამილიციო, საპოლიციო რესურსი, რასაკვირველია არ ეყოფა ამ ბანდა ხუნტა ივანიშვილის ხუნტას. ეს უნდა ვიცოდეთ. დიახ, უკეთესი ორგანიზებით გზის გადაკეტვის შემთხვევაში ეს ხელისუფლება ჩამოიშლება, მაგრამ ახლა თქვა მე რასაკვირველია, არა, არ ჩამოიშლება, მაგრამ მას ამ ბანდას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება და ორგან, თუ 3-გან, 5-გან დავგეგმავთ, ხო, ორგან ალბათ მოვახერხებთ კიდეც, ძალიან უხეშად ვიტყვი, 9 საათით, 1 საათით, 2 საათით გზის გადაკეტვას. გზის გადაკეტვას და ასევე სხვა ეგრეთ წოდებული სტრატეგიული სივრცეებისა თუ წერტილებისაც, ხადია ხელისუფლება წოდებულ ბანდას ძალიან აშინებს მაგალითად რკინიგზის გადაკეტვის პერსპექტივა და კიდევ ამგვარი აქციები, მაგრამ მან ხელისუფლება უნდა გაიგოს ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ, რომ გადავკეტავთ და კიდევ ერთხელ გადავკეტავთ, იმიტომ რომ თუ არ არის სამართალი ამ ქვეყანაში, შესაბამისად არ არის მშვიდობაც. შესაბამისად მოქალაქეები ყველა სივრციდან, ყველა სეგმენტიდან, ჩვეულებრივი მოქალაქეები და არა პოლიტიკოსები, არა მაინც და მაინც პოლიტიკოსები უბრალოდ არ ჩერდებიან. შესაბამისად ეს შეძახილი, პირველ ყოვლისა, უმთავრესი შეძახილი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მეორე ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ძალაში დარჩება პირველი, ვიდრე არ განთავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრებით უსაღები ივანიშვილისა და ივანიშვილი უნდა წამოვიდეს ამ ნაბიჯზე და წამოვიყვანოთ ამ ნაბიჯზე, თუმცა მე გულახდილად გეტყვით, რომ არ მაქვს ამის არანაირი იმედი. და მეორე, ვიდრე ივანიშვილი არ იქნება იძულებული, რომ რა გინდა რა მიზეზით, მაგალითად მიზეზით, რომ
კრიზისია ქვეყანაში. პირველ ყოვლისა დაკლას ბჭყალებში პოლიტიკურ დაკლას გულისხმობს კობახიძე და მე უკვე ჩანიშნოს არჩევნები. მე პერსონალურად რომ მკითხო ივანიშვილის დანიშნული არჩევნები არ მინდა. იმიტომ რომ მაღალია ალბათობა, მაგრამ არჩევნები რასაკვირველია უნდა ჩაინიშნოს მიმდინარე წელს კი არა მალევე. აქედან გამომდინარე, ცეცხლი ოლიგარქიას ან არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, რასაკვირველია კონცეპტუალურად სწორი გზავნილებია. მაგრამ მე ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგის მთავარ თემად შევარჩიე არა ის, რაზეც ყველა ვსაუბრობთ, ანუ ეს უმნიშვნელოვანესი თემა, რომ შედგა თუ არა აქცია ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის თაობაზე, რომელზეც სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაგვაფრთხილა, რომ ესო ცენტრალური მაგისტრალია სტრატეგიული სივრცეა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულიაო და დემონსტრანტებმა 5000 მაკაცმა უპასუხა ფეხებზე გკიდიაო. ეს საბოლოო ჯამში არა, ეს ხო მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ აკითხარით, რომ შედგა ჩემი აზრით და უკეთესი ორგანიზების შემთხვევაში ჩვენ უკეთესადაც მართლა გადავკეტავთ, მაგრამ ჩემი დღევანდელი მნიშვნელოვანი კი არა მთავარი თემა არის სხვა რამე სუვერენიზაცია და დეინსტიტუციონალიზაცია და დანგრევა პოლიციისა, რომელიც ავად თუ კარგად ჩვენ ყავდა საპოლიციო სტრუქტურები და მისი მილიცია გაქცევა. ახლა მე ერთ ვიდეო კადრებს უფრო ზუსტი რო ვიყო გაჩვენებთ, სადაც მარშით პრაქტიკულად მოდიან ეს მილიციელები და რატომ არიან მილიციელები, ამაზეც ვისაუბრებთ რამდენიმე ხანში. ჯერ ვნახოთ ეს ვიდეო რგოლი, როგორ ჩამოიulis ეს მობილიზებული საპოლიციო შენაერთი. ფორმების მიხედვით თუ მიჩელებთ, ესენი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თუმცა უკვე შემდგომ ხარებას დაჯგუფებიდან ყველგან მილიციას სწორი სლოგანი არაც ამონათდა, უკვე ხარებას მილიციელები კი არა სპეცრაზმელებით შეუერთდნენ, მათ რა საჭირო იყო ამდენი მილიციელ პოლიციელ სპეცრაზმელის მობილიზება ვინმე მახსნას. იმიტომ რომ ამგვარი მნიშვნელობა თავად ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას რომ არ მიენიჭებინა ამ აქციისთვის, ამგვარად ხალხმრავალი და დაძაბული ეს აქცია არც იქნება. კარგით, ამ კითხვას ჩვენ რასაკვირველია პასუხს ვერ გავცემთ, სამაგიეროდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს პირები, აი საპატრულო პოლიციაში ვინც არიან, მით უმეტეს კრიმინალურ პოლიციაში ვინც არიან, მით უმეტეს სპეცრაზმში ვინც არიან, ანუ ბიზინა რუსი ხო დეინსტიტუციონალიზაციას აკეთებს და შეყარა ადამიანები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება, არანაირი კურსი, არანაირი ერთი ლექცია, ერთი სემინარი, ერთი გაკვეთილიც კი არ გაუვლიათ პოლიციის აკადემიაში ასე მაგალითად. დიახ, მაღალი ან დამაკმაყოფილებელი ხელფასის გამო ესე ვიტყვი ქუჩიდან ამოკრებს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა უსაქმურებს და აძლევს დავალებას, რომ ისინი სასტიკად, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სასტიკად მოექცნენ რიგით მოქალაქეებს, ანუ რიგითი მოქალაქეებისკენ კი არ იყვნენ, თუნდაც არ ეთანხმებოდნენ მათ, არამედ შეინარჩუნონ თმენის ვალდებულება, იყვნენ მართლა შეასრულოთ საკუთარი მოვალეობა, თუ ეს მოვალეობა მაინც და მაინც არის რაღაც დავალების შესრულება, მაგალითად არ დაშვება იმისა, რომ პოლიციელი კი არა მოქალაქე გადავიდეს ცენტრალურ მაგისტრალზე, მაგრამ იყოს ჩუბად. ნახეთ, რას აკეთებენ ეს პოლიციელები, ეპასუხებიან. და მე აბსოლუტურად კარგად გავიაზრე რა მოხდა, მე ხო იქ ყოფილვარ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ასე მაგალითად იქაც ბათუმშიც ეუზრდებოდნენ პოლიციელად წოდებული მილიციელები მოქალაქეს, მათ შორის მზია ამაღლობელსაც, რომელსაც ისი თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეს. მეც კი, რომელიც დღევანდელ აქციაზე მივდიოდი, აბსოლუტურად მშვიდობიანად ხმას არ ვიღებდი, ერთმა ხელი მკრა, მეორემ შეურაცხყოფა მომაყენა
სიყვირის შეურაცხყოფა და ასე შემდეგ მებლატავებოდნენ და იყო გარკვეული არა მაინც და მაინც მაღალი, მაგრამ გარკვეული ალბათობა რომ ჩვენ ხო ჩვენი ნერვები გვაქვს, ხო ჩვენ ხო ჩვენი ემოციური ქსოვილები გვაქვს, მეც ვერ გამეძლო შესაბამისად მოხვედრილიყავი საპატიმროში ვთქვათ 48 საათი ყოფილიყავი და კავებული ან მეტი ხნით თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას დამაკისრებდნენ. ხო, მე გავუძელი, მაგრამ ეს ჩემი ღირსება სულაც არ არის. პოლიციელები მოდიან პროვოკაციაზე და ესენი არიან, მე არ ვიცი ხა ვიღაცები ამბობენ რაღაცებს ასმევენ, არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, მაგრამ დაზომბებულები რომ არიან, ეს კი ვიცი და დეინსტიტუციონალიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ბიძინა რუსის მიერ დეინსტიტუციონალიზირებული სამართალდამცავი სტრუქტურა და აკი ამიტომაც ვაკეთებთ რომ ბიძინა რუსი დაკავებულია ქვეყნის ინსტიტუტების მორღვევით და ეს კი რასაკვირველი არის რუსული დავალება ყველაფერი რაც კარგი იყო ან ოდნავ კარგი იყო ან გარკვეულწილად კარგი იყო ამ ქვეყანაში ბიძინა რუსმა უნდა მოავერანოს შენ არ უნდა გქონდეს არც სამართალდამცავის, არც სასამართლო სისტემის, არც საპროკურორო სისტემის, ან ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არანაირი ნდობა არ უნდა გქონდეს. ახლა მე ერთ რამეს ვიტყვით, ახლა ძალიან საინტერესო აქცენტია. მე გულახდილად გეტყვით ამ 8 თვის წინ მაგალითად ძალიან მაღიზიანებდა ჩვენივე თან ჩვენ ხო თანამებრძოლები ვართ, ხო? აი გარკვეული პირების დამოკიდებულება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიციელების მიმართ რუსო მიმართავდნენ ამ სამართალდამცავებმა უნდა გაიგონ რომ კარგად უნდა გაისიგრძე გადაონ როდესაც ვინმე დღესაც იყო ამგვარი შემთხვევები ამგვარი ფაქტები მათ ასე მიმართავს შე რუსო საზიზღარო რას დაგამსგავსა ბიძინამ და ასე შემდეგ მათ კი არ მიმართავენ ესე პერსონალურად რომელიმე გვარსახელის ადამიანს არამედ სტრუქტურას მიმართავენ აი იმ სტრუქტურას რომელსაც წარმოადგენს ასე მაგალითად ეს ზვიად ხარა ზიშვილია ხო ნახგვარად ანუ სპეცრაზმის ლიდერი ხელმძღვანელი რომლის ორ ვიდეოსაც ახლა ერთმანეთის მიყოლებით წარმოგიდგენთ ოღონდ მანამდე გეტყვით რომ ხარება არის ბანდიტი სოლოლაკის ჩიხიდან და სოლოლაკის ჩიხში რასაკვირველია იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის კარბი დამოთუნებავთ ჭორბილის თუნებავთ აბას თუმნის ჩიხიდან იმიტომ რომ როგორც ქმედებს ხარება ამ ორ ვიდეოში და ორ ვიდეოზე ისე წარმოგიდგენთ თქვენ მიხვდებით რომ ხარება თვითონ ხარება არ ვიცი იომა 2008-ში არიობა მნიშვნელობა არ აქვს ამას არ ვიცი ამდენად კარგი ტიპია სუფრაზე ალბათ არც არის ამას არ აქვს მნიშვნელობა ხარება თავად არის დაკავებული მთლიანად სტრუქტურის შელახვით, შერხმით, დანგრევით და ბარემ ვიტყვი და მე უკვე ვიდეოები მოქალაქეები, კარგი პოლიციელები, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს მაშინ როცა რუსოს უწოდებთ უნდა წამოვიდნენ ამ სტრუქტურიდან და წამოვიდნენ იმიტომ რომ სურო კარგები იყვნენ ისინი საუკეთესოები რო იყვნენ უნდა იცოდნენ რომ ისინი კი არ წარმოადგენენ სტრუქტურას არამედ სტრუქტურას წარმოადგენს ხარება და ხარებას ეს ქმედება რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ ეს ორი ქმედება ავტომატურად გადავრცელდება მათზე და ავტომატურად მათაც ლახავს და გაცილებით მეტად ლახავს ხარებას ეს ორი ქმედება ან ხარებაიზმი ესე ვილაპარაკოთ ბიძინიზმი ვიდრე ჩვენს მიერ მათი ჭყალებში თუ უბჭყალებოდ შელახვა ბარემ ნახოთ ორი ვიდეო რომელთა მთავარი პერსონაჟის რასაკვირველი არის ხარება ხარაზიშვილი ნახე პოლიცია როგორ აგინებს უშო პოლიცია მე ხაზგასმით ვამბობ რომ
ერთგვარად მაფრთხობს ის პერსპექტივა, რომ ამ სახლში, სადაც საიდანაც ახლა მე ვერთვები, შეიძლება ამ ხარებას ბანდის წევრები მოვიდნენ და გარკვეული ბრალდება წამიყენონ იმის გამო, რომ მე ხარებას ბანდიტს უწოდებ, ბანდიტ სოლოლაკის ჩიხიდან, მაგრამ თქმა სიმართლისა არის აუცილებელი ხეს ხარებას ვერ შეიქმს ეს ნედლად, ანუ ხარება ვერ გამოსწორდება, მაგრამ ეს კი უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს და ამ ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ რისკზე მე მივდივარ. დიახ, ხარება არის ბანდიტი, იმიტომ რომ ეს ქმედება არ ვიცი ვის მოსწონს ხელისუფლების მომხრეებიდან, ხელისუფლება წოდებული ბანდის მომხრეებიდან, რიგით ამომრჩეველს გულისხმობთ, მაგრამ ეს ორივე ქმედება გინება მოქალაქისა არ არის სახელმწიფო პირის ქმედება და მით უმეტეს არ არის მეორე კადრში რაც ვნახეთ, ფეხის თუ წიხლის, ფეხის ჩარტყმა დაკავებული მოქალაქისათვის. მაგრამ ამაზე მძიმე კადრი ხო წარმოუდგენელია და ამაზე მძიმე კადრიც უნდა გაჩვენოთ ახლა, რომლის პერსონაჟიც არის სწორედ ხარებას ან რა მნიშვნელობა აქვს. ვისი ქვემდებარე პოლიციელი თუ მილიციელი, რომელიც ამბობს საშინელ სიტყვებს და ეს სიტყვებია ამგვარი ეკდოს. და როცა ამბობს, მე ამ სიტყვებს მეორე ფრაზას ახლა წარმოვთქვამ, როცა ამბობს ეკდოსო ერთ-ერთ რიგით დემონსტრანტზე, ის რეალურად ის ხო არის თქმელი, მაგრამ ის განასახიერებს ეს პოლიციელ მილიციელი, გასაკვირველია განასახიერებს გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაზეც ამბობს ეკდოსეს საქართველო, ეს მრავალ ტკივილ გამოვლილი ქვეყანა, მრავალ წელ გამოვლილი ქვეყანა, მრავალ ფიქრ გამოვლილი ქვეყანა, ეკდოს სადღაც თავისთვის, სადღაც კუთხე კუნჭულში და არ განვითარდეს ეკდოს ესე დავრდომილი. ახლა ვნახოთ ეს ვიდეო, როცა პოლიციელი ნიკა მელიასთან კამათში თუ ნიკა მელიასთან დაპირისპირების დროს მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში ქალბატონზე ამბობს წარმოთქვამს სიტყვას ეკდოს. Palija, bija hovi, kako? Եկդոս քալի։ Եկդոս քալիը սուդա։ Ադի վիդեո։ Ռատո դամլե։ Դամբա կոմերը, վիտուրա։ უყურეთ რა არის მნიშვნელოვანი ამ ამბავში. ჯერ ერთი ამ ახალგაზრდა კაცს აქვს აბსოლუტურად შეშლილი თვალები. მას არანაირი კურსი ტრენინგი არ გაუვლია. ის მოქალაქეზე ამბობს ეკდოსო და წესით მისმა ხელმძღვანელობამ ხვალვე უნდა გაანთავისუფლოს ის სამსახურიდან, ოღონდ მე დარწმუნებული ვარ, რომ არა თუ სამსახურიდან არ გაანთავისუფლებენ, არამედ შესაძლოა დააჯილდოვონ კიდეც სხვა ქმედების ან ამ ქმედების, სხვა სიტყვების ან სხვა ქმედების, ამ სიტყვების გამო. და არ ვიცი ამდენად ჭყალებში პრეზიდენტამდე ავა კონკრეტული პირის დააჯილდოების ამბავი, მაგრამ ერთი პრემია კი ჩაერიცხება იმის გამო, რომ ასე ქმედებდა და კარგად დაიცვა ბიძინა ივანიშვილის ბანდა კონკრეტულ დღეს. ეს პირი, რასაკვირველია, უვიცი პირია, მაგრამ აი ხო არიან მცოდნეები, პირები, პატრიოტები ამავე პოლიციაში, ამავე სპეცრაზში და ასე შემდეგ. მათ მიუმართავ ახლა. თქვენზე როცა ვამბობთ, რომ თქვენ ხართ რუსები, თქვენ როცა გეუბნებით უფრო ზუსტი რომ იყო, კონკრეტულად თქვენ კი არა, სწორედ აი ამ ბიჭს, აი ამ ახალგაზრდა კაცს, რომ გულისხმობთ, რომელიც ამბობს ეკდოსო და ამასაც ხომ გულისხმობთ და კიდევ გულისხმობთ მაგალითად სწორედ და სწორედ ხარებას, იმიტომ რომ ხარება თქვენ მუნდირს ლახავს, თქვენ გლახავთ, თქვენ გაყენებთ შეურაცხყოფას გაცილებით დიდ, ვიდრე ასე მაგალითად მე, რომელსაც შეიძლება ემოციურ ფონზე წამომწდეს, რომ შეხან რუსები, მე შენ არ მოგმართავ კონკრეტულად დათო, გიორგი, ლევან, რასახელიც გაქვს. არა, მე მიუმართავ თქვენ სისტემას, რომელშიც თქვენ ავტომატურად მოხვდით და ამიტომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თუ ვინმე ხართ პატიოსანი და წესიერი ადამიანი, მანდ უნდა წამოხვიდეთ ამ სტრუქტურიდან, რომელიც სადამსჯელო ბიძინა ივანიშვილის გამправებელ დამცველ მცველ სტრუქტურად იქცა უნდა წამოხვიდეთ, იმიტომ რომ გარდაუვალია თქვენზეც ამ ჩირქი უნდა მეთქვა ამ სიტყვების თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გულისხმობთ რასაკვირველია ხარებას, რომელიც რუსია
არსით რუსია, ქართულგვარიანი რუსია იცით რატომ? იმიტომ კი არა რომ მოსკოვში ჩავიდა ერთხელ ნორჯერ არც შეიძლება არ ჩასულა და ალბათ არ ჩასულა, არამედ იმიტომ რომ იგინება მოქალაქეების მისამართით, თქვენ გაზომბებთ, თქვენზე ზემოქმედებს ხარება და მისი მოადგილეები და მთელი სტრუქტურა და ასე შემდეგ და მერე უკვე თუ პარალელურად უტყავს ფეხს საქართველოს თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც თუნდაც არ ეთანხმება, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, თმენის ვალდებულება აქვს პარემი ვიტყვი ხარებას და მთლიანად სტრუქტურის წარმომადგენლებს და უკლებლივ ყველას, ვინც ხელისუფლებაში ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ თანამდებობაზეა, პოლიციელსაც კი აქვს თმენის ვალდებულება. ახლა მე მგონია რომ უნდა ამოვანათოთ შემდეგი სლოგანი, რომელიც ჩემი აზრით უკეთესია კი არა, სხვა შინაარსის არის, სხვა ხო, ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი სლოგანი, მე მგონი ბოლოა ან ბოლოს წინა და ბოლოს სიტყვას კიდევ ვიტყვი უკვე შემდგომ. არ იქნება არც მშვიდობა თუ არ იქნება სამართალი, no justice, no peace. და ამ სამართლიანობას და სამართლებრივობას არ ახენებს სწორედ ბიზინა კვლავ ვიმეორებ რომ დანიშნოს არჩევნები განმუხტავდა ვითარებას და ახლა კითხვა მაქვს რატომ არ ცდილობს ვითარების განმუხტვას, იმიტომ რასაკვირველია რომ პირველი რუსეთიდან აქვს შეკვეთა რომ მაქსიმალურად გადაძაბეთ ვითარება საქართველოში, თავის მხრივ რუსეთს სჭირდება ეს არეული ქვეყანა რომ მე კარგად ითევზაოს, კარგად მოითბოს, ევროპას უთხრას რომ ეს ქვეყანა არ იმსახურებს ევროკავშირს და მიმდინარეობს სრული დესუვერენიზაცია ამ ქვეყნისა, დეინსტიტუციონალიზაცია და დესუვერენიზაცია და მაგრამ თუ არ იქნება ეს სამართალი, ჩვენი მხრივ არ იქნება მშვიდობა. არ იქნება მშვიდობა მეთქი, როცა ვამბობ ჩვენ რასაკვირველია შეიარაღებულ დაპირისპირებას არ ვაპირებთ ამ ბანდასთან, მაგრამ აი ესეთი მშვიდობიანი აქციები, გზების გადაკეთვები, პროტესტი, გაფიცვა, სოციალურ ქსელში აქტივობა, ვიდეობლოგები დაუსრულებელი იქნება, პერფორმანსები, ხორუმები, რაღაცა ცეკვა თამაშს ვარქმევთ ზოგიერთები და რეალურად ეს კარგი აქციებია და ჩვენ მშვიდობიანობას ადასტურებს, ამგვარი აქციები იქნება სულ რომ დაგჭირდეს, მაგალითად ერთი წლის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა დამიჭირდება, ხანდახან ჩაგვივარდება რაღაც აქცია, მაგრამ ესეთი აქციები იქნება სულ. ეხლა მეორე არ იქნება არც რუსეთი. რატომ არ იქნება რუსეთი? იმიტომ რომ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ამ რუსულ სივრცეს როგორღაც უნდა დავუცვლეთ. უნდა ვთქვათ, რომ იცი რა არის, რუსეთი შესაძლოა ინაწილებს გარკვეულ ტერიტორიებს დასავლეთთან ერთად, რაც ხვილია, რასაკვირველია, მაგრამ მაინც თუ ვინმე ასე ფიქრობს, მათ გასაგონად უფრო ვამბობ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს, ჩვენი ნება უნდა დავაფიქსიროთ, რომ დასავლეთი ცუდი, თუნდაც, რასაკვირველია, ცუდი არ არის, მაგრამ თუნდაც ცუდი დავარწმუნოთ, რომ რუსეთს გამოსტაცოს ეს მარაჩვეულებრივი ქვეყანა. იმიტომ რომ რუსეთთან დარჩენის შემთხვევაში ჩვენ გველი სრული კატასტროფები, მათ შორის იმ ახალგაზრდებსაც, ცუდებს თუ კარგებს, ხარებას ქვემდებარეებს თუ სხვის ქვემდებარეებს, მნიშვნელობა არ აქვს. ელით კატასტროფა წაასხამენ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგალითად 100-ს სადემონსტრაციოდ, ან 300 კაცს, ან 148 კაცს წაასხამენ მაგალითად უკრაინის ფრონტზე, თუნდაც არა წინა ხაზზე, მაგრამ რაღაც ობიექტების დასაცავად დონბასში. აი მე გეკითხებით პატიოსანო პოლიციელებო და არა მილიცieლებო, რომლებსაც გითხდებოდათ ახლა დღეს აქციაზე ყოფნა და ჩვენთან დაპირისპირება, რომლებსაც არ დაგირღვევიათ არანაირი კანონი, თქვენ სად ხართ კი იმისათვის, რომ მასზე მოხვდეთ მაგალითად დაცვის პოლიციაში, SNG-ს ან ODKB-ს ეგიდით და ითქვას, რომ იცით რა ერთიანი სტრუქტურაა, ან ხელშეკრულებაა საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ავალდებულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ 147 კაცი გაუშვას რაღაც საერთო ან სტრატეგიული ობიექტების დასაცავად დონბასში, ხო ან ყირიმში, ესე გეტყვით. ხანახმახარ მათ მშობლებს მიუმართავ, ესენი ხო ახალგაზრდაები არიან, ხო? მათ მშობლებს მიმართავ, ცხადია ისინი სრულწლოვანები არიან, მაგრამ მშობლებს აქვთ გარკვეული გავლენა, ან უნდა გქონდეთ თანახმახართ, რომ ყირიმში გაუშვან თქვენი ვაჟი, რომელიც დღეს სპეცრაზმელია, ან პოლიციელია თუ მილიციელია თუ კრიმინალური პოლიციის
წარმომადგენელია ეს დღე დადგება. აქედან გამომდინარე ამ ქვეყანაში რუსეთი არ უნდა იყოს და არ იქნება არც რუსეთი როცა ვამბობთ ჩვენ რეალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის და მეც გავაკეთებთ რომ რუსეთი აქ არ იყოს და დასავლეთმა გამოსტაცოს საქართველოს როგორც სივრცე როგორც ქვეყანა რუსეთს და არ იყოს ის მიგდებული ბიზნე ივანიშვილს მიუბრუნდები ბიზნე ივანიშვილი აკიდეუნე გითხარით რომ ამბობს რომ ეგდოსო ხო ის პოლიციელი ამბობს ის მილიციელი მოქალაქეზე მაგრამ ბიზნე ივანიშვილიც ამბობს საქართველოსზე რომ ეგდოს ეს ქვეყნად წოდებული ტერიტორია სადღაც კუთხე კუნძულშიო და არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესში ან უნდა იყოს რუსეთის გავლენის სფეროშიო. ეხლა აღარა გვაქვს ჩვენ სლოგანის შემდეგი რომელზეც მინდოდა ლაპარაკი ორი სიტყვით, მაგრამ გეტყვით. ივანიშვილი ჩემი ანალიზით, მოდი მაინც ესე ვიტყვი, ამ პროტესტის ჩახშობას აპირებს ყველა გზით, ყველა მეთოდით გამოყენებით. რასაკვირველია ის გადავა ინდივიდუალურ რეპრესიებზე დაიჭერს არის დოის პირობითად ხო? დაიჭერს მაგალითად ამის გია ბუღაძეს დაიჭერს. ოქტაი ქაზუმოვს და არაფერი საბაბიც არ ექნება ესე შევლენ და იტყვიან რომ ოქტაის რაღაცა წყალებში საბაბს მოუდებენ და იტყვიან რომ პირობითად ოქტაი არ მნიშვნელობა არ აქვს ვიზე ვიტყვი ხა მაინც და მაინც ოქტაიზე კი არ ვლაპარაკობ ხო მერე გადავა ბიზნა ივანიშვილი მედიების დახურვაზე მეინსტრიმ მედიებს მერე შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვაზეც კი გადავიდეს და ეს არის 37 წლის კარიკატურა რასაკვირველია თუმცა კარიკატურა ეძახე შენ და საკმაოდ მძიმე გადასატანი იქნება იმიტომ რომ საქართველოს უნდა იყოს რუსეთის ხედვით ფსბ-ს ხედვით ივანიშვილის ხედვით პუტინის ხედვით უნდა იყოს არ შემდგარი და გაუბედურებული ქვეყანა და რუსეთიზაცია უნდა მოხდეს აქ ოღონდ რუსეთიზაცია უნდა მოხდეს სრული მასშტაბით ის შეცდომებიც კი რომლებიც დაუშვა მეფის რუსეთმა მე-19 საუკუნეში საქართველოში ან საბჭოთა რუსეთმა რუსეთისეული გაგებით შეცდომები საბჭოთა რუსეთმა მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იანი წლების მიწურულამდე 80-იანი წლების მიწურულამდე ხო 90-იანი წლების დასაწყისამდე ამგვარი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს ფსბ-მ და ივანიშვილის საუკეთესო შემსრულებელია ამ 37 წლისა ან თუნდაც 37 წლის კარიკატურის შექმნისა და ბანემ ვიტყვი გასაკვირველია მე დღეს გადავავლე შეგნებულად თვალი იმას სად ხდება სიკვდილით დასჯა რასაკვირველია როგორ ქვეყნებში ხდება რასაკვირველია ივანიშვილი ვერ გაბედავს რომ სიკვდილით დასჯა შემოიღოს ვერ გაბედავს 1 2 7 15 35 155 ნაირად რომ შევაფასოთ ეს პროცესი ივანიშვილი რასაკვირველია ამაზე ესეთი გიჯის არ არისო ვინმე იტყვის მაგრამ რომ გაბედოს გაგიკვირდებათ თუ მოავერანა მოსრა ყველაფერი და აქ-იქ იქნება პროტესტი ან რავი საპატიმროში იქნება პროტესტი ან სადემონსტრაციოდ 1-2 ადამიანის სიკვდილით დასჯა ხომ გააჩუმებს ყველას ხომ ან ეცდება რომ მზია ამაღლებელსაც ხოთა შორის რომელსაც სიკვდილით ჯის ერთგვარად ამიტომ სჯის რომ ჩვენ ყველა დანარჩენი გაჩუმს აი გელა მაგალითად თივლიშვილი გაჩუმდეს ხო ან სხვა ჟურნალისტები გაჩუმდნენ აი არაჩვეულებრივი ჟურნალისტები ჩემი კოლეგები გაჩუმდნენ იმიტომ რომ მათმა მშობლებმა ძმებმა დებმა მეუღლეებმა უთხრათ რომ წავიდეთ ახლა აქედან იმიტომ რომ შენ ჩემი შვილის დედას ან შენ ჩემი შვილის მამას დაგიჭერენ და მე არ მინდა რა როგორ არ მინდა იზოლებული ვიქნები რომ ვიარო ეგრეთ წოდებულ ქართულად როგორ არის პერედაჩებზე მაგრამ შვილს მამა უნდა ცოცხალი ან დედა უნდა ცოცხალი იქ შენ ქცემენ გაწამებენ საჭმელს არა გატვევენ რაღაც გაუბედურებული ხარ და კიდე უფრო მეტად და მე უნდა გავზარდო შვილი ობლად და აი ამ მორალური ობლად ერთგვარად ამ მორალური დილემების წინაშე დააყენებენ ადამიანებს დიახ ზიამახლობელი სისტემის კიდევ ერთი კი არა მთავარი მე ესე ვიტყვი მსხვერპლია და ბიზნა ივანიშვილის სიკვდილით დასჯაზეც რომ წავიდეს მერქი აკი გითხარით მე არ გამიკვირდება იმიტომ რომ ეგრე ვინმეს რო ეთქვა რომ ბიზნა ივანიშვილი ევროკავშირთან ინტეგრაციას შეწყვეტსო 2024 წლის ნოემბრის მიწურულსო 3 წლის წინ რო ეთქვა მე ვეთყოდი რომ ხო არ გაგიჟდით კაცო კი გიჟია ეს ივანიშვილი არასწორად ქმედებს მაგრამ თლათ ამასაც ვერ გაბედავს მეთქი ვეთყოდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გამოვა ეს ჯალათი წულუკიანი გაბედავს ამას მეთქი გელათის დამანგრეველი
თეა ზულუკიანი გელათის დამანგრევი ვერ გაბედავს მეთქი თეა ზულუკიანი აკრიტიკეთ რამდენიც კიდათ მაგრამ ამას ვერ გაბედავს მეთქი ამას ვიტყოდი 3 4 5 წლის წინ მაგრამ გაბედა და ვინ გითხრათ რომ ვერ გაბედავს სიკვდილით დასჯას თუ გაუვიდა რატომაც ვერ გაბედავს თუ არ მინდა ახლა ის და მაინც იმის თქმა რომ თუ იმის გამეორება რომ თუ მძიმედ დამთავრდება მზიას ამბავი ეს ტესტია და ყველაფერზე წავა მეთქი მაგრამ რომც არ დამთავრდეს მძიმედ და გასაკვირველი ავდა ვისურვოთ რომ არ დამთავრდეს ბიზინა ყველაფერზე წავა ხარება რო წიხს უთყავს ფეხს უთყავს მოკალაკეს ან ნიკა მელიას კადრი გქონდა თუ არ ვწდები ხო კიდევ არის ერთი კადრი მაგრამ გაუშვათ თუნდაც ერთი ან ორი კადრია ხო ეს ბიზინა ხო ბაობებთან ჩახუტებული მანიაკია ამასობაში და აი ამითაც ერთგვარად кайფობს გვაქვს თუ არ ვწდები ერთი კადრი თუ არ ვწდები და გავუშვათ და მე უკვე ბოლო სიტყვას ვიტყვი და ამით დავამთავროთ დღევანდელი სწორი აზროვნება კლავი მეორე არც ერთ პოლიციელს ვინც ესე ძალადობს მოქალაქეზე არ გაუვლია ერთი ტრენინგიც კი ისინი არ არიან პოლიცია ისინი არ არიან დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციელები ამიტომ რიგითი მოქალაქე როცა მიმართავს სხვას და ეუბნება რომ შენ ხარ რუსი იმ სხვას კი არ გულისხმობს მაინც და მაინც არამედ გულისხმობს აი ამ მოძალადეებს მოკოქილებს დაზომბებულებს რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ ადამიანის უფლებათა ასე შელარხვით და ყველაფრის თავი და თავი არის ბიზინა ივანიშვილი და ახლა ვისაც გგონიათ რომ ეს გადაივლის და თუ ოპოზიციას არა პროტესტის მონაწილეებს ბიზინა ივანიშვილი რომ მოინელებს მე თქვენთან არ მოაკაპუნებს თქვენ წარეთ ცდებით საკმარისი იქნება თქვენი ერთი კარინთის დაზრა ნებისმიერ საკითხზე ერთი ზმუკი რომ აი ესევე დაგიჭერენ ესევე გამოგატყრევენ თქვენი სახლებიდან ნებისმიერ საქმეზე რაც მათ არ აწყობთ ნებისმიერზე ერთ აგურს რომ მოიპარავთ სჩენებლობიდან ამაზეც გამოგატყრევენ და გაგისწორდებიან ან აგურის მოპარვაც არ არის საჭირო ერთ პოსტს რომ დაწერთ რაღაცაზე Facebook-ზე იმაზე გამოგატყრევენ და თავში გირტყავენ იმიტომ გირტყავენ თავში რომ თქვენ ხმა არ მოიღეთ და შეგვეხიდეთ ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. ხვალ დაგიბრუნდებით.